დღეს ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში არსებული ამერიკული კუთხის ორგანიზებით კიდევ ერთი ქართულ-ამერიკული საღამო მოეწყო. ღონისძიება ამჯერად დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა და ზუგდიდში სტუმრად მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პრეს-ატაშის ჯერემი რიჩარდის პატივსაცემად გაიმართა. წარმოდგენილი იქნა ღონისძიებაზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული ფილმი. ასევე აღსანიშნავია, რომ ამერიკული კუთხის ერთ-ერთმა ამერიკელმა ტრენერმა პიტერ ბოჰანმა სტუმრებისთვის ქართული და უცხოური სიმღერები ბავშვებთან ერთად შეასრულა. ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხის სახელით დღეს ჩატარდა ქართულ-ამერიკული მუსიკის საღამო, სადაც სტუმრად იმყოფებოდა საელჩოდან პრეს-ატაშე ჯერემი რიჩარდი, ასევე იყო ფილმის ჩვენება, რომელსაც პირველი ადგილი აიღო საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაზე და შემდეგ სიმღერა ჩვენთან ერთად ადგილობრივ ბავშვებთან ერთად შეასრულა ამერიკელმა სტუმარმა, ტრენერმა პიტერ ბოჰანმა. უცხოელმა სტუმარმა ჯერემი რიჩარდმა ღონისძიება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ზუგდიდში ვიზიტი მისთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო. This is a fantastic event. ფანტასტიკური ივენთი იყო, მივესალმები, რომ ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულები მსგავს ღონისძიებებში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ამერიკული კუთხის კოორდინატორს ასეთი ორგანიზებული საღამოსთვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ზუგდიდში და მე კმაყოფილი მივდივარ ამ ქალაქიდან. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.